მოდით ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ გამომძიებლები ვართ. ჩვენ წინ დევს ერთადერთი სამხილო, რაღაც დაზიანებული საიდუმლოებით სავსე ტექსტი. მზად ხართ? ძალიან საინტერესო რამ გველის, მოდით ჩავყვეთ. აი, ყველაფერი სწორედ ამ ფრაზით იწყება. უცხო არის უცხო ხმალი ვლადიმირი. ერთი შეხედვით ხომ სრულიად დაუბდა, არა? მაგრამ რა მოხდება თუ ეს უბრალოდ შემთხვევითი სიტყვების ქრაშინა არ არის? იქნება ეს სიტყვები, აი მაგალითად, ხმალი, ვლადიმირი, რაღაცაზე მიგვანიშნებს? და აი, ეს არის მთავარი კითხვა რა. როგორ შეიძლება ამ ქაოსში რამე ლოგიკის პოვნა? ეს ნამდვილი გამოწვევაა. ჩვენი მიზანია ამ ციფრულ ხმაურში ვიპოვოთ სიგნალი. და აი აქ წულდება ყველაფერი. ჩვენი ერთადერთი სამხილი, იცით რა არის? ავტომატური პროგრამის მიერ გენერირებული ტექსტი, რომელიც სავსეა შეცდომებით. ეს არის მარტივად რომ თქვათ, ალგორითმის მცდელობა, გაეშიფრა ადამიანის საუბარი და როგორც ვხედავთ, არც ისე კარგად გამოვიდა. ასე რომ ჩვენი ამოცანა ჩვეულებრივზე ბევრად რთულია. კარგი, მაშასე ვიწყებთ ჩვენი გამოძიების პირველ ეტაპს. წარმოიდგინეთ, რომ ვართ ციფრული არქეოლოგები და ამ ტექსტურ ნანგრევებში უნდა ვიპოვოთ რაღაც ღირებული, რაღაც რასაც შეიძლება ჩავეჭიდოთ. უბრალოდ შეხედეთ ამას. ეს არის პრობლემა მთელი თავისი მასშტაბით. გაუთავებელი foreign, is, meme, თითქოს მანქანას ჩაეძინა და კლავიატურაზე შემთხვევით აჭერდა თითებს. როგორ შეიძლება აქედან რამე აზრი გამოიტანო? თითქოს შეუძლებელია. მაგრამ მოიცადეთ, აი ისიც. პირველი ნაპერწკალი ამ სრულ სიბნელეში. სიტყვა sword, ანუ ხმალი. ეს უკვე რაღაცაა. პირველი მკაფიო გასაგები სიტყვა, რომელსაც კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენი პირველი მყარი სამხილია, ხმალი. დავიმახსოვროთ ეს. და აი კიდევ ერთი, ვლადიმირი, ეს უკვე საკუთარი სახელია. ანუ ახლა გვაქვს საგანი ხმალი და შესაძლოა პერსონაჟიც ვლადიმირი. თავსატეხის ნაწილები ნელ-ნელა იკრიბება. ეს უკვე მართლა უცნაურია. Fairgrounds. საბაზრობო მოედანი. რა კავშირი შეიძლება კონდეს ამას ხმალთან და ვლადიმირთან? ეს ყველაფერს ართულებს და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. და ბოლოს ჩვენი მეოთხე საკვანძო ფრაზა chaoseria, ანუ ქაოსის ზონა. ეს უკვე რაღაც მოქმედების ან კონფლიქტის შეგრძნებას ტოვებს. მოკლედ რა გვაქვს? ხმალი, ვლადიმირი, საბაზრობო მეოდანი და ქაოსის ზონა. ჯერჯერობით ერთმანეთთან არ ჯდება, მაგრამ ხელში უკვე რაღაც გვიჭირავს. აქამდე ხო მუშაობდით მოყოლოდ ამ დაზიანებული ტექსტით, მაგრამ ახლა დგება გადამწყვეტი მომენტი. გამოძიებაში შემოდის ახალი ინფორმაცია, რომელიც დამიჯერეთ ყველაფერს შეცვლის და დაგვეხმარება ამ მიმოფანტული ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებაში. აი, ეს არის ვიდეოს თავდაპირველი სათაური ქართულ ენაზე. გალობის რაინდები. მათთვის, ვინც ქართული არ იცის, ეს სიტყვები შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ დამიჯერეთ, სწორედ აქ იმალება მთელი ჩვენი საიდუმლოს გასაღები. და აი თარგმანიც, Nights of Shant, გალობის რაინდები. ეს არის ჩვენი როზეტას ქვა. სწორედ ეს სათაური გვაძლევს იმ კონტექსტს, რომელიც ასე ძალიან გვაკლდა. რაინდები, ეს ხსნის ხმალს, ლოგიკურია, მაგრამ გალობა. ეს უკვე ყველაფერს სრულიად ახალ საინტერესო კუთხეს წენს. ყველაფერი იცვლება. კარგი. ახლა როცა ხელთ გვაქვს სამხილებიც და რაც მთავარია კონტექსტიც, დროა ეს ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშიროთ და ვცადოთ, რომ რაღაც ლოგიკური თეორია ავაგოთ. აი ზუსტად ამას ვაკეთებდით მთელი ეს დრო. ფილტრავდით ინფორმაციას. მარცხნივ არის სიგნალი, ის მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც ამოვარჩიეთ. მარჯვნივ კი ხმაური, ანუ უაზრო ბგერები, რომლებიც უბრალოდ უნდა დავივიწყოთ. ამ მეთოდით ჩვენ გამოვყავით ის, რაც ნამდვილად ღირებულია. მოდით ახლა სამ ყველაზე ლოგიკურ ვერსიაზე ვიფიქროთ. პირველი, იქნება ეს რაღაც ისტორიული ვიდეო მეომარ ბერებზე. ეს ხსნის რაინდებსაც და ხმალსაც. მეორე ვერსია, იქნება ეს თანამედროვე მუსიკალური ჯგუფია ასეთი ეპიკური სახელით. ეს გალობას ხსნის. და მესამე, იქნება ეს საერთოდ ვიდეო თამაშს ან ფენტეზის სამყაროს ეხება, სადაც ვლადიმირი, ქაოსის ზონა და ხმალი იდეალურად ჩდება. სიმართლე გითხრათ, სამივე თეორია საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს. სიმართლე გითხრათ, ალბათ 100%-ით ვერასდროს გვეცოდინება, რაზე იყო ეს ვიდეო. და იცით რა, არც არის ეგ მთავარი. ამ გამოძიების მთავარი მიზანი არ ყოფილა საბოლოო პასუხის პოვნა. მთავარია თავად პროცესი და ის, თუ რას გვასწავლის ეს ყველაფერი ჩვენს ციფრულ სამყაროზე. ფაქტია, რომ ტრანსკრიპტის თითქმის 99% უბრალოდ უაზრო ხმაური იყო. ეს ძალიან კარგად გვიჩვენებს, თუ რა სისუსტეები აქვს ავტომატურ სისტემებს და რა მარტივად შეიძლება დაიკარგოს აზრი, როცა ტექნოლოგია ცდება. მაშასე რა უნდა წავიღოთ ამ ისტორიიდან? პირველი, ნუ ენდობით ბრმად ავტომატიზაციას. მეორე, ყოველდღის ეძებეთ კონტექსტი. მის გარეშე ფაქტები უბრალოდ მონაცემებია და მეტი არაფერი. იყავით კრიტიკული მომხმარებლები და გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ ყველაზე გონივრული პასუხია ზუსტად არ ვიცი.
და ბოლოს მინდა ერთი კითხვა დაგისვათ ყველას დასაფიქრებლად. სამყაროში, სადაც ალგორითმები ქმნიან ტექსტებს, სურათებს და ვიდეოებს, რამდენად ხშირად ვკარგავთ იმ ნამდვილ მნიშვნელობას, რომელიც ამ ციფრული ხმაურის მიღმა იმალება. Დააფიქრდით ამაზე.